მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და დღეს მსურს შემოგთავაზოთ საჯარო გაშლა თემაზე, თუ რა მდგომარეობაშია თქვენი ენერგეტიკული დაცვა. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს თავისი რაღაც ენერგეტიკული დაცვები, ხოლო მით უმეტეს თუ თქვენ ხართ პრაქტიკოსი, რა თქმა უნდა, თქვენ ასე თუ ისე გეყოლებათ ხო დაცვა. და მოდით დავიწყოთ ახლა საჯარო გაშლა, რამდენიმე ვარიანტი გვექნება, ხელს რამდენიც ამოჰყვება. შეგახსენებთ ასევე, რომ საჯარო გაშლები უფასოა, ამიტომაც ენერგიების დაბალანსების მიზნით აუცილებლად მოიწონეთ ეს პოსტი და ნახოთ აბა, რა მდგომარეობაში არის ახლა პირველი ვარიანტის ენერგეტიკული დაცვა, რა მდგომარეობაშია მეორე ვარიანტის და კი ბატონო, რა მდგომარეობაშია მესამე ვარიანტის ენერგეტიკული დაცვა. ვფიქრობ, სამივე ვარიანტი, კარგად ჩანს. პირველი ვარიანტი ასეთი ქვა გვაქვს, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. აირჩიეთ, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ, გეძახით. თუ გჭირდებათ, რა თქმა უნდა, დააპაუზეთ კიდევაც. და ვფიქრობ, უკვე გააკეთებდით არჩევანს. თუ ვერ მოასწარით, შეგიძლიათ დააპაუზოთ. და დავიწყეთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. რა მდგომარეობაში არის თქვენი ენერგეტიკული დაცვა ახლა ცხოვრების ამ ეტაპზე და ამოვიდათ ასების რაინდი. მინდა გითხრათ მეგობრებო, რომ თქვენი დაცვა ასე თუ ისე საკმაოდ ძლიერი არის, კონკრეტულად ამ არკანიდან გამომდინარე, მაგრამ იცით აქ როგორ რაღაცას ვეხებით, თითქოს თქვენ თავად ხართ რაღაც მომენტებში ზედმეტად თბილი, ზედმეტად რბილი, ზედმეტად უკაცრავად ასეთი სიტყვისთვის, მაგრამ სადღაც მიამიტიც და მოდით გულწრფელი ვიქნები მაქსიმალურად თქვენთან, ამაში ცუდი ნამდვილად არაფერი არ არის, უბრალოდ ხანდახან თქვენ დაცვას თქვენ თავადვე არ ღვევთ იმის გამო, რომ ზედმეტად ენდობით და ზედმეტად მიამიტურად და თბილად ხართ განწყობილი კონკრეტული ადამიანების მიმართ. თქვენ ხშირად გაქვთ ასეთი ფიქრები, რომ მე მაგალითად ასეთ რაღაც სიბოროტეს დავუშვათ არ გავაკეთებდი მის ადგილას, ამიტომაც თვითონაც არ გააკეთებდაო, ხო? ანუ რაღაც ასეთი ქვეცნობიერული ფიქრები მოდის, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის სწორი, იმიტომ რომ ყველანი ერთნაირები ნამდვილად არ ვართ და კეთილი ადამიანების ყველაზე ხშირი პრობლემა ზუსტად ეს არის. ზუსტად ეს არის, რომ მათ ხშირად ჰგონიათ, რომ სხვებიც მათნაირად აზროვნებენ, სხვებიც მათნაირად ფიქრობენ, ამიტომაც პირველ რიგში ენდეთ საკუთარ ინტუიციას პირველი ვარიანტი, იმიტომ რომ ინტუიცია მძლავრი გაქვთ და თუ თქვენ თქვენს ინტუიციას ემოციებზე და გულჩვილობაზე წინ დააყენებთ, დამიჯერეთ თქვენი ენერგეტიკული დაცვა უფრო გაძლიერდება. კიდევ დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რა მდგომარეობაში არის პირველი ვარიანტის ენერგეტიკული დაცვა ახლა ამ ეტაპზე. ძალიან დაცული ხართ, მინდა გითხრათ, კი ბატონო, ნახეთ რამდენი უფროსი არკანი ამოვიდა, არკანი ეტლი, სიკვდილი, ეშმაკი და არკანის ზომიერება. აქ ნამდვილად კონკრეტული ძალა, კონკრეტული ენერგია გფარველობთ. შესაძლოა ეს ენერგია ხანდახან თქვენ ზედმეტად გაწუხებდეთ კიდევაც, იმიტომ რომ თითქოს იგრძნობა აქ რაღაც ისეთი, რომ ეს ენერგია დროთა დრო, რომელიც თქვენ გფარველობთ, რაღაცნაირად ძალიან სამართლიანი არის და რა თქმა უნდა თქვენგანაც ხშირად ითხოვს პასუხს. როდესაც თქვენ იქცევით უსამართლოდ, მაგრამ საბოლოო ჯამში აქ დაცვასთან დაკავშირებით პრობლემას ნამდვილად ვერ ვხედავ, პირიქით საკმაოდ დაცული ხართ, ერთადერთი თქვენი დაცვა ირღვევა მაშინ, როდესაც თქვენ თავად არ ღვევთ მას და არ ღვევთ თქვენ მას მაშინ, როდესაც ზედმეტად მიამიტი ხართ, როდესაც ზედმეტად ენდობით კონკრეტულ ადამიანს ან კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც თავს კეთილებად აჩვენებენ, მაგრამ რეალურად ასეთები საერთოდ არ არიან და ასევე ირღვევა მაშინ, როდესაც თქვენ ზედმეტად ემოციურად ხართ განწყობილი და რას ნიშნავს ახლა ეს. რა თქმა უნდა, თქვენი ემოციები არავითარ შემთხვევაში არასდროს არ უნდა დათრგუნოთ, პირდაპირ გეუბნებით. უბრალოდ თქვენი ემოციები, როდესაც გადაიხარშება, შემდგომ უმჯობესია რომ გასცეთ ადამიანებს პასუხი, თუ ვერ ითმენთ და თუ ძალიან გინდათ რომ ემოციური აფეთქება გამოუშვათ, ხო? თქვენი სხეულიდან, თქვენი
სულიდან, ემოციური ფონიდან, მაგრამ ხშირად თქვენს რეალობაში მოდის გარკვეული პროვოკაციები, ცდუნებები, თითქოს ადამიანები შეიძლება მაგალითად სოციალურ ქსელებში კომენტარების კუთხით გაპროვოცირებდნენ, გააზრებულად თუ გაუაზრებლად, ან ზოგადად სიტყვიერად მოდიოდეს რაღაც ისეთი სიტუაციები, სადაც რასაც ქვია, აი გინდებათ რომ რაღაც პასუხი გასცეთ. და გავიმეორებ, პასუხი აუცილებლად უნდა გასცეთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს პროვოკაცია თქვენს შინაგან ემოციებზე, თქვენს სისუსტეებზე. ხვდებით, რასაც ვგულისხმობ. თქვენი ემოციები არ უნდა ჩათრგუნოთ და არ უნდა დამალოთ. ადამიანს ზრდილობისა და კულტურის ფარგლებში, რა თქმა უნდა გასცეთ მისი საკადრისი პასუხი. თუმცა ხანდახან იგნორიც პასუხია, ხო? მაგრამ საბოლოო ჯამში აქ მე ვერანაირ პრობლემებს ვერ ვხედავ და რა თქმა უნდა, უბრალოდ მნიშვნელოვანია თქვენი პასუხი არ იყოს მხოლოდ ემოციური. მნიშვნელოვანია თქვენი პასუხი იყოს რაციონალურიც. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, უღრმესი მადლობა. წარმატებები მისურვია, ძალიან დიდი დაცვა გაქვთ ნამდვილად, ძალიან მძლავრი, უძლიერესი. და გადავიდეთ ახლა მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი პირველ რიგში გირჩევდით იმას, რომ პირველ ვარიანტს რაც უთხარი, ზუსტად ის მოისმინოთ, განსაკუთრებით ბოლოსკენ რაც ვისაუბრე ემოციებზე, იმიტომ რომ აქ ამოვიდათ ასების დედოფალი. არ აქვს მნიშვნელობა თქვენ ქალბატონი ხართ თუ მამაკაცი, თქვენ გაქვთ ძალიან მძლავრი ინტუიცია და მძლავრი ემოციური ფონი და ძალიან ხშირად თქვენ კონკრეტული ადამიანის მიმართ, როდესაც უშვებთ ენერგიას, შეგახსენებთ, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ჩვენს რეალობაში არის ენერგია, მათ შორის ჩვენი ფიქრები, გრძნობები, ემოციები. და როდესაც ჩვენ სხვა ადამიანზე ვფიქრობთ, რა თქმა უნდა, ისიც ენერგია გახლავთ. და ნახეთ მეორე ვარიანტი თქვენში რას ვხედავ. თქვენში როგორ საინტერესო ძალას ვხედავ. თქვენი დაცვითი ძალა, ყურადღებით ახლა, მოდის ყველაზე მძლავრად მაშინ, როდესაც თქვენ ემოციურად უშვებთ ადამიანისკენ მისივე ნეგატივს. უფრო კარგად რომ გავავრცოთ, რასაც ვგულისხმობ, მნიშვნელოვანია ერთის მხრივ არ აყვეთ ემოციურად ადამიანებს, გავიმეორებ, რომ ემოციები არ უნდა დადრგუნოთ, უბრალოდ არ უნდა აყვეთ, ხო? დავუშვათ ადამიანმა თუ მოახდინა თქვენი პროვოკაცია, ნუ აყვებით ამ პროვოკაციას, ილუზიებს და ცდუნებებს, მაგრამ ამავდროულად თუ თქვენ ადამიანმა რაღაც ცუდი გაგიკეთათ, ყოველი თქვენი ამ ადამიანისკენ მიმართული ნეგატიური სურვილი, რომ დავუშვათ დაგიბრუნდეს შენ ეს ყოველივეო, აუცილებლად მიდის ადრესატამდე. ამიტომაც თქვენი დაცვითი ენერგია არის თქვენს ემოციებში, მაგრამ ამავდროულად ეს ცოტათი თქვენი სისუსტეც არის. ხვდებით ხომ, რასაც გულისხმობ? თქვენ, როდესაც ადამიანს უსურვებთ ცუდს, რა თქმა უნდა, როდესაც ეს სამართლიანი არის, როდესაც ადამიანმა რაღაც ნამდვილად გააკეთა და არა უბრალოდ ჭყალებში რენდომზე ადამიანი არ მოგეწონათ და რაღაც ცუდი უსურვეთ, ეს ასე არ მუშაობს. არამედ როდესაც ადამიანმა ნამდვილად რაღაც გააკეთა, რაღაც უღირსი ქმედება და გაგაბრაზათ, თქვენ ეს ბრაზი მიმართეთ მისკენ და გაუშვით, ამ დროს ყველაზე კარგად მუშაობს თქვენი დაცვა, იმიტომ რომ პასუხსაც აგებინებს. დავამატოთ კიდევ ერთი არკანი მაინც და ვნახოთ აბა, რა მდგომარეობაში არის მეორე ვარიანტის დაცვა, დაცვითი ენერგეტიკა ახლა. პენტაკლების სამიანი და თასების პაჟი. ისევ ემოციები, მეგობრებო. მეც ნამდვილად ვერაფერს ვერ ვიტყოდი, მაგრამ დავამატებდი იმას, რომ დაცვა საკმაოდ მძლავრი და სტაბილური გაქვთ, ანუ საკმაოდ რთული არის თქვენი დაცვის შერყევა. გარდა ამისა, აქ მე არაერთ დაცვას ვხედავ, ანუ რამდენიმეს ვხედავ, თითქოს ან სამი, ან შეიძლება მეტი დაცვაც კი იყოს. ხო, სიმბოლოების სახით დავუშვათ, ან არ ვიცი, რუნების სახით, ან სიგილების სახით, განსაკუთრებით თუ გაქვთ სახლში, ან სარკის სახით. თუ თქვენ პრაქტიკოსი არ ხართ, რა თქმა უნდა, ზოგადად თქვენს ენერგიას აქვს რამდენიმე გარკვეული დაცვა, მაგრამ თუ თქვენ პრაქტიკოსი ხართ, რა თქმა უნდა, აქ თქვენში დაცვები საკმაოდ ინტენსიურად მუშაობს.
თუ თქვენ არ ხართ პრაქტიკოსი, ამ შემთხვევაში გირჩევდით იმას, რომ კონკრეტული ან სარკე, ან სიმბოლო, ან თუნდაც რუნების მეშვეობით რაღაც ფორმულა რომ აიღოთ დაცვითი, უბრალოდ კარგად შეისწავლეთ, მანამ სანამ გააკეთებთ რაღაცას, იმიტომ რომ სიმბოლოები, სიჯილები და სიჯილები ან სიგილები, როგორც გინდათ ისე უწოდეთ, და რუნები მით უმეტეს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები მაგიური, რომლებთანაც თამაში უბრალოდ არ შეიძლება და რა თქმა უნდა, მაქსიმალურად კარგად, ძალიან კარგად შეისწავლეთ, თუ რას აკეთებთ, მანამ სანამ გააკეთებთ. ყველაზე მარტივს გეტყვით, პენტაკლი რომ დახატოთ, პენტოგრამა, მოდით გაჩვენებთ, როგორ გამოიყურება. აი მეგობრებო, ვინც არ იცის პენტაკლი, პენტოგრამა ასე გამოიყურება. როგორც ხედავთ, ვარსკვლავი არის და რა თქმა უნდა, შემოხაზულიც არის წრე და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის და ეს არის რა თქმა უნდა, როგორც სიმბოლო მატერიალური კეთილდღეობისა, ასევე დაცვისა და ეს არის 4 სტიქიისა და ადამიანის, ასე ვთქვათ, სულის შემაერთებელი ელემენტი. ხვდებით ხო? და რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ რაღაც ასეთი დახატოთ. კარგით, მეგობრებო, სულ ეს არის მეორე ვარიანტი და გადავიდეთ ახლა ჩვენ მესამე ვარიანტზე. მესამე ვარიანტი, თასების ტურსი, რა ხდება? თასების რაინდი, თასების დედოფალი და ახლა საერთოდ თასების ტურსი ამოვიდა. მე აქ ვიტყოდი იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს არის თასების ტურსი, უფრო სწორად თასების რვიანია უკაცრავად. ნახეთ აქ, იცით როგორ რაღაცას შევიგრძნობ. თასები არის ჩვენი ემოციები, გრძნობები, მაგრამ ნახეთ, ამ არკანში ვხედავ იმას, რომ თქვენი დაცვითი ენერგეტიკა საკმაოდ მძლავრია და მინდა გითხრათ ის, რომ თქვენი დაცვითი ენერგეტიკა ძალიან აშინებს თქვენს არაკეთილის მსურველებს. მაგალითად, თუ ადამიანი გიყურებთ თქვენ ავი თვალით, ავი ფიქრებით, ავი ენით საუბრობს თქვენს ზურგს უკან, დამიჯერეთ ძალიან ეშინია. ძალიან მარტივად შინდება, მოდით ასე ვიტყვი. მარტივად ვარდება რაღაც სტრესში, ნეგატივში და თანაც ეს ნეგატივი მოდის თქვენგან. და თქვენგან რა გკითხეთ, ანუ ეშინია ადამიანს უბრალოდ, რომ აი რამე ცუდი არ დამიბრუნდესო და ასე შემდეგ. კონკრეტულად თქვენთან. თუ თქვენ დაუშვათ ხართ პრაქტიკოსი, მაგი, ეზოთერიკოსი, რა თქმა უნდა, აქ ძალიან ბუნებრივი არის ასეთი შიში, ხოლო თუ თქვენ არ ფიგურირებთ ასეთ სფეროებში, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, აქ ცოტა სხვანაირ ენერგიას ვეხებით. უბრალოდ აურა გაქვთ ისეთი შემაშინებელი და თქვენი დაცვითი ენერგეტიკა მუშაობს ასე, რომ ადამიანი როდესაც რაღაცას იტყვის თქვენ შესახებ ან გააკეთებს, ეგრევე ეშინია, რომ რამე ცუდად არ დაუბრუნდეს, მიუხედავად იმისა, რომ სხვებზე შეიძლება საერთოდ არ ეშინოდეს. ერთადერთი ვიტყოდი იმას, რომ მესამე ვარიანტი თქვენ ყველაზე მეტად გჭირდებათ სტაბილური წმენდა. პირველი და მეორე ვარიანტისგან განსხვავებით, თქვენ გჭირდებათ სტაბილური წმენდა. დავამატოთ არკანები, ზოგადად სტაბილური წმენდა საჭირო არის ყველასთვის, მაგრამ თქვენ შემთხვევაში უფრო ინტენსიურად და ახლაც, რადგანაც ეს არკანი ამოვიდა, გეტყვით იმას, რომ ეს პერიოდი ახლო მომავალში აუცილებლად გააკეთეთ რაიმე სახის წმენდა ენერგეტიკული, განსაკუთრებით წყლის სტიქიის მეშვეობით. რა მდგომარეობაში არის მესამე ვარიანტის ენერგეტიკული დაცვა? ორი უბროსი არკანი ჩამოკიდებული კაცი და არკანი კოშკი. მეგობრებო, ძალიან ძლავრი არის. ყველაზე ძლავრი დაცვა ჰქონდა პირველ ვარიანტსა და მესამე ვარიანტს, ფიქრობ. მეორე ვარიანტს ცოტა სუსტი ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ მყარი იყო. და ნახეთ, თქვენი ენერგეტიკული დაცვა პირდაპირ გაგებით სწირავს თქვენს არაკეთილის მსურველებს, მუდმივ შიშზე, შფოთვებზე და იმდენად მძლავ შიშებში და შფოთვებში აგდებს თქვენს უკაცრავად არაკეთილის მსურველებს, რომ ისინი თავიანთი ხელით ინგრევენ რეალობას, იმიტომ რომ ვაიდა ეს არ მოხდეს, ვაიდა არ დაინგრეს, ვაიდა ასე და ასე არ განვითარდეს მოვლენებიო. ამიტომაც გილოცავთ თქვენი ენერგეტიკული დაცვა ძალიან მძლავრი არის ნამდვილად
და ძალიან შემაშინებელი ადამიანებისთვის, მეცაც ვიტყვი, ძალიან ხშირად ადამიანები გიყურებენ თქვენ და ფიქრობენ, რომ აი მე მასთან ზედმეც ვერ გავბედავო, უბრალოდ იმიტომ, რომ მე შინია როგორც მინიმუმ, მაგრამ წმენდა აუცილებლად ჩაატარეთ. აუცილებლად ჩაატარეთ, როდესაც ამის საშუალება გექნებათ. სულ ეს არის ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე თქვენ ამაზე გემშვიდობებით, უღრმესი მადლობა და წარმატებები და რა თქმა უნდა დაცვა თქვენ.